გამარჯობა. მადლობა რომ შემოიხედეთ. პირველ რიგში ისევ და ისევ დიდ მადლობას გიხდით თქვენი კომენტარებისთვის, მოწონებებისთვის და არხის გამოწერისთვის. ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს იმისათვის, რომ ახალი ვიდეოები უფრო ხშირად დავდო ხოლმე. დღეს მინდა რუსეთის ერთ-ერთ გამორჩეულად სასტიკ ოჯახზე გიამბოთ. ეს არის ალექსანდრე სპესივცევის ოჯახი. ის იყო სადისტი, კანიბალი, ერთი სიტყვით უკიდურესად საზარელი მანიაკი. ის დაიბადა 1970 წლის 1 მარტს. ქალაქ ნოვოკუზნეცკში. ყოველ შემთხვევაში ასე წერია მის დაბადების მოწმობაში, რომელიც დედამისმა მისი დაბადებიდან მხოლოდ 2 წლის მერე გააფორმა. მან ბავშვი სახლში გააჩინა და პირველი 2 წლის განმავლობაში ერთხელაც არ ჰყავდა ექიმთან უბრალოდ მეთვალყურეობის მიზნით. სპესივცევმა ასე ვთქვათ მთელი ბუკეტი შეკრა თავის ბავშვობაში. გვიანი დაბადება, ექიმების მეთვალყურეობის გარეშე, სამედიცინო მომსახურეობის არ ქონა და საერთოდაც გასაკვირია, როგორ იზრდებოდა თავდაპირველი 2 წლის განმავლობაში, ვინაიდან ეს პერიოდი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ახალდაბადებული ბავშვისთვის. ბავშვობაში მას ძალიან ხშირად აწუხებდა ხოლმე თავის ტკივილები და ასევე იტანჯებოდა შარდის შეუკავებლობით. რის გამოც მას ხშირად ხვდებოდა ხოლმე დედამისისგან. 1974 წელს სპესივცევების ოჯახი გადავიდა ქალაქის ცენტრში საცხოვრებლად 9 სართულიან ბინაში. მამამისი შახტაში მუშაობდა და ხშირად ფიზიკურად ძალადობდა ხოლმე თავის ცოლსა და შვილებზე. დედამისს ლუდმილა ერქვა, დას ევგენია. მათ დიდი ხნის განმავლობაში არ უცხოვრიათ ახალ სახლში, ვინაიდან მამამისი მალევე წავიდა ოჯახიდან. სკოლაში სპესივცევს ყოველთვის ჩაგრავდნენ, ვინაიდან ის იყო სუსტი და არ შეეძლო პასუხის დაბრუნება. ალექსანდრე ხშირად ჩადიოდა ხოლმე ისეთ ქმედებებს, როგორებიც იყო ლიფტში ღილაკების ცეცხლით ამოწვა, ან თავისი მეზობლებისთვის გასაღების ჭუჭრუტანაში ასანთის ღერების ჩატენვა. 15 წლის ასაკში მან სკოლიდან აპარატურა მოიპარა და ამის გამო დადგა აღრიცხვაზე. დედამისი, როგორც მის სამსახურის აღწერაში ეწერა, იყო ძალიან კონფლიქტური ადამიანი. მაგრამ მას მაინც არ ათავისუფლებდნენ, ვინაიდან ის ძალიან კარგად ერკვეოდა თავის საქმეში. როდესაც ალექსანდრე და თავისი და პატარები იყვნენ, დედამისი მუშაობდა უსინათლო ადვოკატთან დამხმარედ და ხშირად მოქონდა ხოლმე სახლში სასამართლო საქმის დოკუმენტები. ამ საბუთებში ხშირად იყო ხოლმე შემზარავი ფოტოები დანაშაულის ადგილებიდან და პატარა ალექსანდრე ამ საბუთებს ათვალიერებდა ხოლმე. როგორც ამბობენ, დედამისი ამას სპეციალურად არ აკეთებდა, თუმცა რა დროს მოხდა ისე, რომ მას ეს ფოტოები სპეციალურად თავისი შვილისთვის მოქონდა, უცნობია. ამ ყველაფრის გამო ალექსანდრეს დაეწყო ეგრეთ წოდებული სიკვდილის ფეტიშიზაცია. 18 წლის სპესივცევი მორიგ ქურდობაზე დააკავეს და სასამართლო დარბაზში ის თავს უტყავდა გისოსებს და ყვიროდა, რომ ციხეში ის არ წავიდოდა. ამის გამო სასამართლომ ის ფსიქიატრიულ შემოწმებაზე გააგზავნა და ამის შემდეგ გაამწესა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. 1988 წლის დასკვნაში ეწერა, რომ სპესივცევს სჭირდა შიზოფრენია. 1 წელი მან ნოვოკუზნეცკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა და როგორც ზოგი წყარო ამბობს, ის აქედან გაწერეს, ზოგი კი ამბობს, რომ ის აქედან გაიქცა. 1991 წელს მან გაიცნოდა სასიყვარულო ურთიერთობა და ამყარა ევგენია გუსელნიკოვასთან. გოგო მის თავის ოჯახსაც გააცნო, როგორც თავისი საქმრო, მაგრამ მალევე ამ საქმრომ დაიწყო მისი ცემა. თანაც იმ დონემდე, რომ ერთხელ ის საავადმყოფოშიც მოხვდა. ამის შემდეგ ევგენიამ რა თქმა უნდა დაშორება გადაწყვიტა. თუმცა როგორც კი გამოწერეს, ალექსანდრემ ის თავის სახლში შეიტყუა, საიდანაც ის ვეღარ გამოვიდა. სპესივცევმა გოგო თავის ოთახში დაამწყდია, მას სცემდა, აშიმშილებდა და სასტიკად უსწორდებოდა ფიზიკურად. და იმისათვის, რომ გოგოს ყვირილი ჩაეხშო, მუსიკას ბოლო ხმაზე უწევდა. 1 თვის შემდეგ გოგოს მშობლებმა პოლიციას მიმართეს და მათ სპესივცევის კარები გატეხეს, სადაც ევგენიას უსიცოცხლო დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს. გვერდზე საწყილში კი მშვიდად ეძინა სპესივცევს. დაკითხვაზე ის უნამუსოდ ამტკიცებდა, რომ გოგონა ავადობდა და ის ცდილობდა უბრალოდ მისთვის მოევლო, თუმცა სამწუხაროდ ვერაფერი უშველა. იმავე ამტკიცებდა დედამისიც, რომელიც იმ დროისთვის უკვე მასთან ერთად აღარ ცხოვრობდა და უბრალოდ პერიოდულად მიდიოდა, რათა ფული და საკვები მიეტანა მისთვის. სპესივცევი დააკავეს. ის ხელმეორედ გაუშვეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც 1995 წელს გაწერეს. გამოწერის შემდეგ ის ხშირად იყო ხოლმე სადგურზე და ხანდახან იქვე ეძინა ხოლმე. ის აქ ეკონტაქტებოდა უსახლკარო ბავშვებს და მოზარდებს. აქვე გაიცნო მან 20 წლის ელენა ტრუნოვა, რომელიც საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. მან ის თავის ბინაში მიიყვანა, თავისი ინტიმური პრობლემების შესახებ მოუყვა
და როგორც შემდეგ თვითონ ამბობს, გოგო მას დასცინა, რის შემდეგაც ის მას სასტიკად გაუსწორდა. Конечно, на туге. В разговоре появилось что-то резкое у нее, она меня апатирует. Я не выдержал. Взял нож и нанес на ранение полу. შემდეგ მან ეს სხეული დაანაწევრა და მოშორება დედამის დაავალა. 1996 წელს სპეციუცებმა ამავე სადგურზე შენიშნა 6 მოზარდისგან შემდგარი ჯგუფი. ეს მოზარდები უსახლკაროები იყვნენ და ალექსანდრემ მათ შესთავაზა მასთან ერთად ბინის გაქურდვა. რაზეც ისინი სამწუხაროდ დათანხმდნენ. მან ისინი თავის ბინასთან მიიყვანა, ვითომ ხელსაწყოებით გახსნა საკეტი და ბავშვები თავის სახლში ჩაკეტა. ამ ბავშვებიდან ერთ-ერთი რაღაცას მიხვდა და დაიწყო ყვირილი, რის შედეგადაც ალექსანდრე მას დანით გაუსწორდა. რა თქმა უნდა, სახლში პანიკა ატყდა, მაგრამ ალექსანდრემ შეძლო და 6-ვე ბავშვი დანით მოკლა. შემდეგში აღიარებით ჩვენებაში სპეციუცევი წერს: დავიწყე მათი დაჭრა. კერდის არეში ვურტყავდი თითოჯერ. მივხვდი, რომ ყველა მაშინვე მოკვდა. შემდეგ ისინი ყველა ერთ ადგილას მოვაქციე საძინებელში კარადის გვერდით და ტილო გადავაფარე. ასეთ მდგომარეობაში იყვნენ ისინი 4 დღე. შემდეგ მოვიდა დედა, ვუთხარი გაეტანა და მე ისევ საძინებელში წავედი დასაძინებლად. ამ შემთხვევის შემდეგ მან ახალი მსხვერპლის ძებნა დაიწყო. მან გარეთ 4 გოგოს მოკრა თვალი, რომლებიც დაახლოებით 14 წლისები იყვნენ. გამოცდილი სქემით მან ისინი სახლში შეიტყუა და სამწუხაროდ ყველა მათგანს იგივე ბედი ეწია, რაც სპეციუცევის წინა მსხვერპლებს. ისევ დანა, ისევ დანაწევრებული ცხედრები და ისევ დედამისმა გაიტანა ისინი სახლიდან. იმავე თვეში კიდევ რამდენიმე მოზარდი გაუჩინარდა იგივე ტერიტორიიდან. გამომძიებლები რამდენიმე ვერსიას განიხილავდნენ და მათ შორის იყო ჩეჩნეთში ადამიანებით ვაჭრობაც. მაგრამ ყველა ვერსია მალევე გაუქმდა, მას შემდეგ რაც 1996 წელს მდინარე აბეში აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ადამიანის სხეულის ნაწილები. კრიმინალისტებმა დაადგინეს, რომ ნაწილები ძირითადად მოზარდებს ეკუთვნოდა და აქ უკვე ნათელი გახდა, რომ ქალაქ ნოვოკუზნეცკში დადიოდა მანიაკი. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ სხეულის ასე დანაწევრება მხოლოდ შენობაში იყო შესაძლებელი და ამიტომ პოლიციამ დაიწყო ყველა სარდაფის და ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეების სახლების შემოწმება. ამას გარდა მათ დაიწყეს ყველა ფსიქიკურად არაჯანმრთელი ადამიანების სახლების შემოწმებაც. გასაკვირია როგორ, თუმცა სპეციუცევი ამ სიაში არ აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე 2-ჯერ იწვა ფსიქიატრიულში. ეს იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ დაუდევრად მუშაობდა მაშინ სისტემა. გარდა იმისა, რომ ის სიაში არ აღმოჩნდა, აღსანიშნავია ისიც, რომ საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ის უნდა დაეპატიმრებინათ. თუმცა გაუგებარია ის ფაქტი, თუ რატომ გადაწყვიტა გამომძიებელმა სხვაგვარად და ის თავისუფლებაზე დატოვა. წარმოიდგინეთ, მან ეს ადამიანი დაკითხვაზეც კი არ დაიბარა თავისი შეყვარებულის მკვლელობის საქმეზე. ეს ფაქტი რომ არ ყოფილიყო და გამომძიებელს კარგად შეესრულებინა თავისი სამუშაო, დღეს ჩვენ არც გვეცოდინებოდა, ვინ იყო საერთოდ ალექსანდრე სპეციუცევი. ახლა მინდა გადავიდე ყველაზე შემაძრწუნებელ ფაქტზე. ბინაში ნომრით 357 არც ერთხელ არ მისულა პოლიცია. მიუხედავად იმისა, რომ მეზობლები ხშირად რეკავდნენ და უჩიოდნენ ამ სახლიდან გამომავალ სუნს და ხმაურს. ეს ძალიან გავს ჯეფრი დამერის სიტუაციას თუ გახსოვთ. მაგის მეზობელიც ძალიან ხშირად რეკავდა პოლიციაში და იმავე სჩიოდა, თუმცა ყოველ ჯერზე უშედეგოდ. ამ ყურადღებობის შედეგად სპეციუცევის ბინაში გაგრძელდა ჯოჯოხეთი. 24 სექტემბერს მანიაკის ბუნაგში 3 დაქალი მოხვდა. 13 წლისები ანასტასია ბურნაევა და ევგენია ბარაშკინა და 15 წლის ოლგა გალცევა. ისინი ერთ-ერთ კლინიკაში უბრალოდ კვლევებზე იყვნენ და მედპერსონალისგან დაუკითხავად გარეთ წავიდნენ სასეირნოდ და ასევე მაღაზიაში. მაღაზიასთან ახლოს მათთან მივიდა მოხუცი ბებო და მათ დახმარებას თხოვა. მან უთხრა, რომ ის სახლის კარებს ვერ აღებდა და თუ შეეძლოთ რომ დახმარებოდნენ. ეს ბებო იყო ლუდმილა სპეციუცევა. როდესაც ისინი ბინასთან მე-9 სართულზე ავიდნენ, მათ კარი ალექსანდრემ გაუღო, რომლის გვერდით ძალიან დიდი ძაღლი იდგა. ამ ძაღლის დახმარებით ალექსანდრემ ისინი ბინაში შემოითრია და ისინი თავის საძინებელში ჩაკეტა. შემდეგში ჩვენებაში ის ამბობს, რომ ერთ-ერთმა გოგომ სცადა მისთვის ბოთლის ჩარტყმა და გაქცევა და амазе გაბრაზებულმა ის მას დანით გაუსწორდა. Не забил спальню, отстрелил диван. Одна из них, помимо Насти, хотела ударить меня бутылкой, чтобы я отпустил это. Я нанес несколько ударов.
Куда я? В область сердца. Ниже чуть-чуть, где-то около желудка, в горло. Она продолжала жить, я на веревке удавил ее. ამის შემდეგ დარჩენილმა ორმა დაქალმა მას რა თქმა უნდა წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია, ისეთი შეშინებულები იყვნენ. მანიაკი მათ ერთი თვის განმავლობაში აწამებდა და ამ ნეხტიანი წამების შემდეგ მან მოკლა ევგენია. ოლგა კი მის გადარჩენას 1 საათის განმავლობაში ცდილობდა. რა ხდებოდა ამ მონსტრის ოთახში იცოდნენ როგორც დედამისმა ლუდმილამ, ასევე მისმა დამ. მაგრამ ამის შესაჩერებლად არაფერს არ აკეთებდნენ. პირიქით, დედამისი ეხმარებოდა კიდეც მორიგი მსხვერპლის სახლში ამოტყუებაში. გადარჩენილი ოლგა გალცევა ყვება, რომ ისინი პერიოდულად ამოდიოდნენ ხოლმე ალექსანდრესთან და დედამის გაქონდა ხოლმე სხეულის ნაწილები მისი ბინიდან. ტყუილად არ ვახსენე, რომ სპესივცევი იყო ასევე კანიბალი. მან ოლგა აიძულა, რომ თავისი მეგობრისგან სადილი მოემზადებინა. დეტალებს აღარ შევუღრმავდები, მაგრამ ის ასევე აიძულებდა გოგოს თვითონაც, ესე ვთქვათ, დასწრებოდა მას. Гальцева Ольга Васильевна, правильно? Оля, скажи, пожалуйста, кто привел вас в квартиру? Бабушка? При каких обстоятельствах? Как она вас привела? Дверь не может открыть? Она не может, да? И поэтому позвала вас, чтобы помогли. ოქტომბერს ალექსანდრეს ბინაში გამოჩნდა პოლიცია. და ეს სრულიად შემთხვევით მოხდა. ერთ-ერთი სამსახურის თანამშრომლებმა ისინი გამოიძახეს იმისათვის, რომ გათბობის მილები შეემოწმებინათ. ვინაიდან ბინის მაცხოვრებელი მათ კარებს არ უღებდა. როდესაც პოლიცია მივიდა, ალექსანდრე მათ სახლიდან უყვიროდა, რომ ის ფსიქიკურად ჯანმრთელი არ იყო და ამის გამო დედამის გარედან ჰქონდა ჩაკეტილი კარები და ის მათ ფიზიკურად ვერ შეუშვებდა შიგნით. პოლიცია ამახსნას არ დაჯერდა და კარები ძალით შეამტვრია. მათი საშინელი სურათი დახვდათ. ბინაში საშინელი ნეშტის სუნი იდგა. ერთ დიდ გორად ეყარა ბავშვის ტანსაცმელები. მაგრამ ყველაზე საშინელება ის იყო, თუ რა დახვდათ მათ აბაზანაში. ბანაში ჯერ კიდევ ეწყო ადამიანის სხეულის ნაწილები. სპესივცევი უკვე ბინაში არ იმყოფებოდა. სანამ მის კარს ამტვრევდნენ, ის ფანჯრიდან სახანძრო კიბით გადაძვრა სახურავზე და გაიქცა. მის ოთახში იატაკზე ნახევრად ცოცხალი ოლგა გალცევა იწვა. სანამ გაიქცეოდა, ალბათ მოწმის მოშორების მიზნით მან რამდენჯერმე ჩაარტყა გოგოს მუცელში დანა. მანიაკმა ის იმდანად დააშინა, რომ საწყალს ხმის ამოღებისაც კი ეშინოდა. გოგოს ასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მაშინვე მივიდა პოლიცია და დრო აღარ დაკარგა და ეგრევე მისი დაკითხვა დაიწყო. გოგო მოასწრო და მოყვა ყველაფერი ის, რაც მას და მის დაქალებს გადახდათ. სამწუხაროდ 3 დღეში ის გარდაიცვალა. სპესივცევის სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს ადამიანის 82 კომპლექტი ტანსაცმელი, რომელიც სისხლით იყო დასვრილი და 40-ზე მეტი სამკაული. ზოგიერთი მათგანი შემდეგ მოკლულების მშობლებმა ამოიცნეს. სპესივცევი ძებნაში გამოაცხადეს, თუმცა რამდენიმე დღეში ის თვითონ დაბრუნდა თავის სადარბაზოსთან, სადაც ის ეგრევე დააკავეს. მანიაკის დედაც განყოფილებაში მიიყვანეს. 4 ведра отвечаю, я тебе уже заработала за 4 ведра. Вот 4 ведра, вот вот сюда. ты 4 ведра и танцевала, значит. Вот и показывает. Ну как тебе не стыдно? Ты за что так на меня обозлен? Бессовестный ты. Я не обозлен. Нет, ты почему так ко мне агрессивно подходишь? Потому что с меня требует трупы. А я его не брала, твой труп. А я его не ем. А ты сказал, что я это не делаю. Бессовестный. ლუდმილას ღამღამობით გაქონდა ხოლმე სახლიდან ადამიანის ნაწილები და ზოგიერთ მათგანს მდინარეში ყრიდა, ზოგს კი უბრალოდ მარხავდა. შემდეგში მან თვითონვე აჩვენა გამომძიებლებს 70-ზე მეტი ადგილი, სადაც სხეულის ნაწილები იყო დამარხული. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ნაწილები 15-მდე ბავშვს ეკუთვნოდა, რომლებიც 3-დან 14 წლამდე ასაკისები იყვნენ. დაკითხვაზე სპესივცევმა 19 მკვლელობა აღიარა, მაგრამ მალევე თქვა თავის სიტყვებზე უარი. ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ ის ჯანმრთელად ცნო, ანუ ის შეურაცხადი არ ყოფილა. შედეგად მას 1977 წელს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
რადგან მხოლოდ მისი პირველი მსხვერპლის ევგენიას მკვლელობა დაუმტკიცეს. ყველა დანარჩენი მკვლელობა სასამართლომ ერთიან საქმედ განიხილა. 1998 წელს სასამართლომ მას კიდევ 4 მკვლელობისთვის წაუყენა ბრალი. 3 დაქალის და კიდევ 1 ქალისთვის. ამის შემდეგ კიდევ 1 ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, რომელმაც ის ავადმყოფად ცნო. შედეგად სასამართლო იძულებული გახდა ის ფსიქიატრიულში დაებრუნებინა. ბევრი ფიქრობს, რომ ის შეურაცხადი სულაც არ ყოფილა და ექსპერტიზა შეცდა, რადგან მისი ქმედებები დაგეგმილი და სრულიად გააზრებული იყო. და სიმართლე გითხრათ, მეც ვეთანხმები ამაში. საბოლოო ჯამში დედამისმა ლუდმილამ აღიარა, რომ გოგოებს ის სიტყუებდა ხოლმე თავის შვილთან და შემდეგ ცხედრები მასვე გაქონდა ხოლმე სახლიდან. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო 3 მკვლელობაში და მას 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სპეციუცევის და ნაძერდა როგორც მოწმე ისე გადიოდა ამ საქმეში. ის ვერ დააპატიმრეს, ვინაიდან ის არ ეხმარებოდა თავის ძმას არც დანაშაულის ჩადენაში და არც ცხედრების მოშორებაში. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც უნდა დასჯილიყო, რადგან მისი უმოქმედობა, ჩემი აზრით, მაინც დანაშაულია. აღმოჩენილი ნაწილების ვინაობის დასადგენად აუცილებელი იყო ძვირადღირებული გენეტიკური ექსპერტიზა და მალევე ქალაქ ნოვოკუზნეცკში 1 ვაგონი ექსპერტები ჩავიდნენ. სამწუხაროდ ამ პერიოდისთვის არ არსებობდა არც შესაბამისი დანადგარები და არც საშუალება იმისთვის, რომ ყველა ნაწილის ვინაობა დაედგინათ და ამის გამო საქმე გაჩერდა. 2022 წელს საქმე ხელახლა აღძრეს. კრიმინალისტებმა ხელახლა შეამოწმეს ბინა და ხელახლა აიღეს ნიმუშები კედლებიდან და იატაკიდან. საბოლოოდ დადგინდა, რომ მანიაკის მსხვერპლები ძირითადად იყვნენ ქალები და ბავშვები, ანუ ისინი, ვინც მასზე ფიზიკურად სუსტები იყვნენ და მას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ. ყველა ნაწილი, რომელიც აქამდე აღმოაჩინეს 28 წლის განმავლობაში, ინახებოდა როგორც ნივთმტკიცება. იყო ათობით ოჯახი, რომელიც ითხოვდა თავისი ახლობლების სხეულის ნაწილებს, რომ ისინი სათანადოდ დაეკრძალათ. მაგრამ ვერ იღებდნენ, რადგან ეს ყველაფერი ჯერ კიდევ უნდა შენახულიყო. როცა საქმე განაახლეს, მოკლულების ნათესავებმა ჩააბარეს თავიანთი დნმ-ი, რათა ნაპოვნ ნაწილებთან შესაბამისობა აღმოჩენილიყო. ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ცდილობდა ერთ-ერთი მოკლულის ქალიშვილი, რომ სპეციუცევის ბრალი დაემტკიცებინა. ეს იყო ტატიანა კაცუკი. ის მხოლოდ 1 წლის იყო, როდესაც 19 წლის დედამისი სპეციუცევმა თავის სახლში შეიტყუა და ის დანით მოკლა. როდესაც გოგო სრულწლოვანი გახდა, ის დაუშვეს საქმის მასალებთან და როგორც გაარკვია, დედამისი სახლში ლუდმილამ შეიტყუა. 2024 წელს ამ გოგომ სასამართლოს მიმართა და მორალური ზიანისთვის 1 მილიონი რუბლი გამოითხოვა. და ასევე მას უფლება მიეცა, რომ დედამისის ნაწილები სათანადოდ დაეკრძალა. აღსანიშნავია ერთი ახალგაზრდა ბიჭიც, რომელიც როგორც წლების შემდეგ გაირკვა, კინაღამ სპეციუცევის მსხვერპლი გახდა. იმ დროს ის 12 წლის იყო და ალექსანდრემ ის სტანდარტული სქემით თავის სახლში შეიტყუა, სადაც ის საშინელი სურათის მომსწრე გახდა. მის თვალწინ მანიაკი სასტიკად უსწორდებოდა და შემდეგ ანაწევრებდა ადამიანის სხეულებს. შეშინებულმა ბავშვმა გაქცევა მოახერხა და შემდეგი 28 წლის განმავლობაში ამის შესახებ არავისთვის მოუყოლია. 2024 წლის მაისში სპეციუცევი ხელახლა წარსდგა სასამართლოს წინაშე. ამ დროს გამომძიებლებს უკვე ჰქონდათ საკმარისი მტკიცებულებები, რათა მისთვის კიდევ 15 ადამიანის მკვლელობაში წაეყენათ ბრალი. ძალიან გასაოცარია, მაგრამ სპეციუცევი ამჯერადაც ციხის მაგივრად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაუშვეს. როგორ მუშაობს ეს სისტემა? ჩემთვის სიმართლე გითხრათ გაუგებარია. ზოგადად არის სამგვარი ფსიქიატრიული საავადმყოფო, საერთო და სპეციალიზირებული და ასევე არის ინტენსიური დაკვირვების სპეციალიზირებული საავადმყოფო. ეს უკანასკნელი რუსეთში მხოლოდ 8 ცალია, აქ იმყოფებიან დამნაშავეები, ვისაც განსაკუთრებული სიმძიმის დანაშაულებები აქვთ ჩადენილი. აქ ჩაკეტვის ვადას არადგენს სასამართლო. ამას წყვეტს ექიმების კომისია, რომელიც 6 თვეში ერთხელ იკრიბება. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანი სასჯელს იხდის არა ციხეში, სადმე ციმბირის ბოლოში, არამედ ისეთ დაწესებულებაში, სადაც არის ტელევიზორი, კონდიციონერი, წიგნები, სადაც შეუძლია თავისუფლად იკონტაქტოს სხვა ადამიანებთან. აქვს გასეირნების და ხუთჯერადი კვების საშუალება. რა ვიცი, ჩემი აზრით ეს უფრო სანატორიუმს გავს.
და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ის აქ იმყოფება თავისნაირ ავადმყოფ ადამიანებთან, ისეთებთან, როგორებიც არიან პედოფილები, მკვლელები, სერიული მკვლელები. ის დღესდღეობითაც იქ ასეთ გადასარევ პირობებში არის და აქ ჩდება კითხვა, არის თუ არა საერთოდ სამართალი დედამიწაზე. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი ისტორია. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ კომენტარების, მოწონებების და არხის გამოწერის შესახებ. მე კი გემშვიდობებით. ნახვამდის.